ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საქმიანი დილას ორშაბათის გადაცემას. Ასე ქალი გაერთიანდა სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. დეტალებს ღონისძიების შესახებ ირაკლი მოდებაძის სიუჟეტიდან შევიტყობთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა IMZ Code AI ინსტიტუტთან პარტნიორობით ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო ჰაკათონი გამართა. ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. საერთაშორისო ჰაკათონის მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია. 100 ქალი გაერთიანდა სამდღიან საერთაშორისო ჰაკათონზე, რომელიც არამხოლოდ ტექნიკური უნარების გამომუშავებაზე, არამედ ლიდერობაზე, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული. ჰაკათონი წარმოადგენს გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც ემსახურება ქალებისა და გოგოებისთვის ხელოვნური ინტელექტის და STEAM განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. ჰაკათონის თემატიკა იყო How can AI be used for good in advancing the SDGs, რაც გულისხმობს AI-ის გამოყენებას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. მონაწილეებმა იმუშავეს რეალურ პრობლემებზე, გაანალიზეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, ისწავლეს AI ინსტრუმენტების შექმნა IMZ Code Idea კურიკულუმის ფარგლებში და საბოლოოდ წარადგინეს ინოვაციური იდეების სპეციალურად მოწვეული ჟიურის წინაშე. გუნდებთან საერთაშორისო და ადგილობრივმა მენტორებმა იმუშავეს. საერთაშორისო ჰაკათონის მთავარი თემები იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გააზრება და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებში ინტეგრაცია, design thinking მეთოდოლოგიის გამოყენება რეალურ პრობლემებზე, AI ინსტრუმენტებისა და ბოტების შექმნა IMZ Code Idea სასწავლო პროგრამის ფარგლებში, გენერაციული AI-ისა და პასუხისმგებელი ტექნოლოგიის საკითხების შესწავლა და გუნდური მუშაობა, კოდირება და ინოვაციური იდეების პრეზენტაცია. საუკეთესო 5 პროექტისთვის კი გათვალისწინებული იყო 12 კვირიანი მენტორობა IMZ Code გლობალური ქსელისგან, წვდომა პრემიუმ AI კურსებზე IMZ Code პლატფორმაზე, 1000 ლარის საგრანტო ვაუჩერი იდეის შემდგომი განვითარებისთვის. გამარჯვებულ პროექტთა პრეზენტაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ნიუ-იორკში. დასრულდა სამდღიანი AI ჰაკათონი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია IMZ Code-ის მხარდაჭერით ჩატარდა საქართველოში. ჰაკათონის იდეა იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად სხვადასხვა ციფრული გადაწყვეტილებების მოფიქრება. ჰაკათონი განკუთვნილი იყო გოგოებისთვის და ქალებისთვის. ყავდნენ მონაწილეები როგორც თბილისიდან, ისე სხვადასხვა რეგიონიდან. შერჩეული არის 5 ფინალისტი, რომელიც უკვე დაჯილდოვდა და საუკეთესო პრიზი, რაც მათ მიიღეს, არის შესაძლებლობა, რომ სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მათი სტარტაპ იდეები წარდგენილი იქნება ფართო აუდიტორიის წინაშე. ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული, რომლის მიზანიც გასული 3 დღის განმავლობაში განათლების გაცემა და სტუდენტ გოგონებისთვის ცოდნის მიცემა იყო. ყავდა იდეალური ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური თუ მენტორები. მიხარია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ კონტენტი საქართველოშიც ჩამოიტანა და დარწმუნებული ვარ, BTU თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ ყველაფრის მიზანი კი ქალთა და გოგონათა ჩართულობა ამ მთლიანად AI ტექნოლოგიებში. სახლში ვბრუნდები ძალიან კმაყოფილი, რადგან ცოდნის მარცვალი დავრგეთ და დარწმუნებული ვარ, მისგან საოცარ ნაყოფს მივიღებთ. ჩვენი მომდევნო ღონისძიება სექტემბერშია ჩანიშნული და ვიმედოვნებ, რომ საქართველო კვლავაც იდეალური სახით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გავაგრძელებთ გოგონათა მენტორობას და მათთვის განათლების მიცემას. საქართველოში ნანახით კი ძალიან კმაყოფილი და დაიმედებული ვარ, რადგან მომავალი ნათელია. მივიღეთ მონაწილეობა BTU-ს AI ჰაკათონში, რომელიც იყო განკუთვნილი გოგონებისთვის. აი, საუკეთესო გარემო იყო მართლა ეს 3 დღე. მე ვარ ერთ-ერთი გამარჯვებული, ვინც გავიდა პირველ ადგილზე. ჩვენი პროექტი იყო AI solution-ი და აუცილებლად მორგებული იყო გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს და გარდა იმისა, რომ ვისწავლეთ კოდი ამ დღეების განმავლობაში, ასევე გავეცანით ზოგადად გაეროს მიზნებს და საინტერესო იყო მუშაობა იმ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად გლობალურად აწუხებს მთელ დედამიწას და საინტერესო იყო მუშაობა, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი და მადლიერი ვართ ეს შესაძლებლობისთვის. ჰაკათონი გაიმართა IMZ Code AI ინსტიტუტის ფარგლებში ახალი საგანმანათლებლო ჰაბი BTU-ს ბაზაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და STEAM მიმართულებების პოპულარიზაციას რეგიონში. ინიციატივა განხორციელდა საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების აქტიური თანამშრომლობით. IMZ Code არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 88 ქვეყანაში და 500-ზე მეტ ღონისძიებაზე აერთიანებს გოგოებს და ქალებს ტექნოლოგიების ირგვლივ.